გადამუშავებელ საკვებზე ლაპარაკი უფრო და უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე სამყაროში, იმიტომ რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში გადამუშავებული საკვების სახეობები და რაოდენობაც იმატებს. ამიტომ ამ ვიდეოში ავხსნი ზუსტად რა არის გადამუშავებული საკვები და რამდენად კარგი თუ ცუდია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. როცა საკვების გადამუშავებაზე გვაქვს საუბარი, ამ დროს გადამუშავებაში ვგულისხმობთ თუ რამდენად არის პროდუქტი თავისი პირვანდელი ბუნებრივი ფორმისგან შეცვლილი. ანუ გადამუშავებაში იგულისხმება ყველაფერი, რამაც შეიძლება პროდუქტს თავისი პირვანდელი სახე დაუკარგოს. მაგალითად, გადამუშავებაში შედის რძის პასტერიზება, ხორბლის დაფქვა, თხილის ნაჭუჭის მოცილება ან სხვადასხვა ინგრედიენტის შერევა ნამსხვრიის გამოსაწყობად. გადამუშავების დონეების გაგება ძალიან მარტივი მაგალითებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ქათმის მკერდი ნაკლებად გადამუშავებული ცილის წყაროა, სოსისი ქათმის მკერდზე მეტად, ხოლო პროტეინის ფხვნილი ყველაზე მეტად გადამუშავებული. ნახშირწყლებიდან ახლად მოწყვეტილი ვაშლი საერთოდ არ არის გადამუშავებული, შვრიის ფაფა სადღაც შუაშია, ხოლო შაქრიანი ლიმონათი ყველაზე გადამუშავებული ვარიანტია. რაც შეეხება ცხიმებს, ომეგა-3-ის დანამატის კაფსულები ძალიან გადამუშავებული ცხიმის წყაროა, ხოლო თხილეული და ავოკადო ნაკლებად. შეიძლება გსმენია, რომ გადამუშავებული საკვები აუცილებლად ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ როგორც ალბათ ყველა სხვა სფეროში, ნუტრიციოლოგიაშიც სიმართლე ასეთი შავ-თეთრი ძალიან იშვიათადაა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი საკვები უმეტეს შემთხვევაში მეტ ნუტრიენტს და ბოჭკოს შეიცავს და ამასთან ერთად უფრო მეტად ანაყრებს ადამიანს, ზოგ კონტექსტში გადამუშავებული საკვების მიღება შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს. საკვების გადამუშავებით შეიძლება უსაფრთხო გახადო ის. მაგალითად, რძის პასტერიზების შემთხვევაში, როცა რძეს აცხელებენ ბაქტერიების მოსაკლავად. მცენარეული ცილების გადამუშავება ადვილებს მათ მონელებას და ათვისებას. ძალიან გადამუშავებული შაქრიანი წვენები შეიძლება გამოსადეგი იყოს სპორტსმენისთვის, რომელსაც რთული ვარჯიშების დროს ან შეჯიბრის დროს სწრაფად სჭირდება ენერგიის აღდგენა. სინამდვილეში საჭმლის გადამუშავებაში თავისთავად ცუდი არაფერი არაა. მთავარი მიზეზი, რატომაც არ ღირს უმეტესად ასეთი საკვების მიღება, ის არის, რომ ისინი ნაკლებ უჯრედის და მიკრონუტრიენტს შეიცავენ. უმეტესად მთლიანი საკვებისგან შემდგარკვებას ცოტა გადამუშავებული საკვები რომ დაუმატო, ამაში ცუდი არაფერი არ იქნება და პირიქით შეიძლება სხეულის ცვლილებისთვის უკეთესი შედეგიც გქონდეს. მაგრამ ცხიმის კლების დროს ულტრაგადამუშავებული საკვების მიღება ნაკლებად რეკომენდირებულია. ულტრაგადამუშავებული საკვების უმეტესობა ძალიან პატარა პორციებში დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს და ამასთან ერთად ჩვეულებრივ საკვებთან შედარებით ბევრად უფრო გემრიელია, რაც გაუცნობიერებლად ზედმეტის ჭამას ძალიან აადვილებს. თუნდაც არ გადააჭარბო კალორიების რაოდენობას, უმეტესად ულტრაგადამუშავებული საკვების მიღებამ შეიძლება მშიერი დაგტოვოს, რაც დიეტის გაგრძელებაში რა თქმა უნდა ხელშეგიშლის. მაგალითად რომ ავიღოთ 100 გრამი ნახშირწყალი ვაშლიდან და 100 გრამი ნახშირწყალი კოკა-კოლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე თანაბარი რაოდენობის ნახშირწყლებს შეიცავს, ვაშლის ჭამა რა თქმა უნდა უფრო მეტად დაგანაყრებს, ვიდრე კოკა-კოლის დალევა. ამიტომ თუ ახლა იწყებ ჯანსაღკვებას და შენი რაციონი უმეტესად გადამუშავებული საკვებისგან შედგება, ჯობია ისინი მთლიანი ან ნაკლებად გადამუშავებული ვარიანტებით ჩაანაცვლო, რადგან მეტი მიკრონუტრიენტი და უჯრედისი მიიღო და ამასთან ერთად შიმშილსაც მარტივად გამკლავდე. უკვე ჯანსაღი კვების მქონე ადამიანების შემთხვევაში ცოტა გადამუშავებული საკვების დამატებამ შეიძლება უკეთესი შედეგი გამოიღოს. ამის მაგალითი არის ვარჯიშებამდე და ვარჯიშის შემდეგ შაქრიანი წვენების დალევა ორგანიზმის სწრაფი ენერგიით მოსამარაგებლად. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.